ცნობების გაღვიძება და ტრანსფორმაცია, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევა, ურთიერთობის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის აღმოჩენა. რადიო იმედის ეთერშია ანზორ უდიშარიას ეზოთერული პოდკასტი შინაგანი ხმა. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდში ვიმყოფებით, ძალიან ახლოს არის უკვე აღდგომის დღესასწაული და გუშინ მქონდა ხარების დღესასწაული. მე გილოცავთ და მინდა რომ ყველა ჩვენი მსმენელი და მაყურებელი იყოს სიხარულით სავსე. ამას ეძღვნება ჩვენი გადაცემაც და აქედან გამომდინარე არის ის თემების ჩერჩეული, რომელსაც ყოველკვირეულად გაწვდით. დღევანდელი ჩვენი თემა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ეს არის სხვადასხვა სახის უფლებები, რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას იმისთან მიუხედავად, რომ საკმარისი განათლებაც გვაქვს. საჭირო შეხედულებაც, ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ მქონდეს სწორი წარმატება, მაგრამ ეს წარმატება, კეთილდღეობა მაინც არ მოდის. რაღაცა ყოველთვის აბრკოლებს, ხელს უშლის, შეფერხებები და წინააღმდეგობები გვხვდება გზაზე და ხშირად ამბობენ ხოლმე ჩემთან მოსული ადამიანებიც ის რაც უნდა გამოვიდეს ერთ კვირაში, ჭირდება ხოლმე 2-3 წელი, რომ ეს შედეგი მივიღო. კი, მაინც ვიღებთ, მაგრამ დაგვიანებით. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი პრობლემის შემქმნელი? ჩვენ ამ ყველაფერს დღეს ასე თუ ისე მიუახლოვდებით თუ ვერ ამოვწურავთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა ჩვენს ენერგეტიკულ სიჯანსაღეს, ჯანმრთელობას. როცა ჩვენი ენერგია, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუნდაც ფიზიკური, თუნდაც ამ შემთხვევაში ის ფსიქოემოციური, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი სურვილების ჩამოყალიბებაზე, დაზიანებულია, ჩვენ რა თქმა უნდა გვიჭირს ჩვენი წარმატების ფორმირება და მიღწევა. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის არასწორად ფორმირებული სურვილები, მიზნები და გეგმები. აი მაგალითად ძალიან ხშირია, როცა ქალბატონი დასახავს კონკრეტულ პარამეტრებს თავისი პარტნიორის და წარმოსახვაში აქვს, რომ ის უნდა იყოს ესეთი სიმაღლის, ესეთი გარეგნობის, ესეთი განათლების და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე არის ამ ყველაფერში მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს თავის თავს და ეს ერთგვარად მაგიური ცუდი ზემოქმედება, თვით პროგრამირება ქვია ამ ყველაფერს, რაც ხელს უშლის თავისუფლად ახალი ურთიერთობების დაწყებას. ადამიანი ამ დროს იკეტება და აი ეს იდეა სანამ არ განხორციელდება, სხვა ადამიანები მის ცხოვრებაში თუ შემოდიან, ვერ მყარდებიან და არ რჩებიან. ისევე როგორც წარმატება კარიერა კეთილდღეობას ეხება, როცა ადამიანს წარმოსახვაში აქვს კონკრეტული ფორმა, რომ აი ესეთი ხელფასი უნდა კონდეს, აი ესეთი კაბინეტი უნდა კონდეს, ესეთი თანამშრომლები უნდა ყავდეს, ესეთ გარემოში უნდა იყოს და ეს მენტალური პროგრამა, ეს მენტალური წარმოდგენა არის ძალიან ესეთი კონსტრუქციული, შესაბამისად ადამიანს უჭირს ხოლმე რომ წარმატებით დატკბეს, წარმატება მიიღოს, ან ზოგადად შემდეგი კეთილდღეობები მიიღოს, იმიტომ რომ ეს აზრი, ეს ცნობიერებაში ეს ფორმულა იკავებს ისეთ ადგილს, რომელიც სხვა კეთილდღეობებს ხელს უშლის, რომ ადამიანთან მოვიდეს. ამიტომ არის ერთგვარი საუბარი იმასაც, რომ სამყაროს უნდა მივენდოთ, უნდა მივცეთ იმის საშუალება მივცეთ, რომ ჩვენ ეს სიკეთე და კეთილდღეობა შევაფასოთ რაღაც სხვა მნიშვნელით, მაგალითად შინაგანი ბედნიერებით, განცდით, რომ კეთილდღეობაში ვართ, განცდით იმის, რომ მოგწონს ის, რაც მიიღე. თუ შენ აი ამ შეფასებას წინასწარ უკვე გარკვეულ ფორმატს აძლევ, ხელი ამ შემთხვევაში გეშლება. აი ამ მენტალური კონსტრუქციების დაშლა ძალიან ხშირად საჭირო ხდება ხოლმე ჩემს პაციენტებთან, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემების წარმომქმნელია. მესამე პრობლემა, რომელსაც არც ისე იშვიათად ვაწყდებით, ეს არის განმეორებითი პრობლემები. მაგალითად, როცა ადამიანს გონია, რომ თუ ერთ ადამიანთან წარუმატებლობა ჰქონდა, მეორესთან, მესამესთან, ან ერთ სამსახურში ესე მოხდა, ცუდად წარემართა, ასე ვთქვათ, მისი მუშაობა იქ და შემდეგში ესე განვითარდა 2-ჯერ ან 3-ჯერ, ადამიანის ცნობიერებაში ყალიბდება კოდი, გამოცდილება, ანალოგიის პრინციპით, რომ შემდეგშიც
ესეთი წარუმატებლობა და ამ შემთხვევაში გაუგებრობები იქნება მის ცხოვრებაში. აი ამ ყველაფერსგან ამ სამი ძირითადი კვანძი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ხოლმე ჩვენ პრაქტიკაში, სასურველია განთავისუფლება და გაწმენდა. ამ ყველაფრის საშუალებას კი სწორედ ეს კვირეული გვაძლევს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, სანამ მინდა აღდგომის დღესასწაული მოვა, ჩვენ შეგვიძლია რომ სპეციალური მარხვის მეთოდით, ლოცვების მეთოდით, ან არსებობს ესეთი აღთქმის მეთოდით ჩვენ აი ეს ყველაფერი საკუთარი თავიდან გამოვიტანოთ, გავიწმინდოთ და გავთავისუფლდეთ. როგორ ხდება აი ამ ყველაფრისგან განწმენდა, ამ ყველაფრისგან განთავისუფლება, გაწმენდა? პირველ რიგში აუცილებელია სწორი სახელი დავარქვათ იმ პრობლემას, რომელიც გვაქვს. უნდა აღვიქვათ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაში, ცნობიერებაში, ჩვენს გამოცდილებაში რეალურად რა არის ის მთავარი ღერძი პრობლემისა, რაც ეხლა გვაქვს. როგორც კი ამას ჩამოვწერთ, ესე ვთქვათ, მივცემთ ფორმას, ჩვენ ვიტყვით იმას, რომ მე მსურს აი ამ პრობლემისგან, აი ამ დაძაბულობისგან, აი ამ ხელისშემშლელი ფაქტორისგან განთავისუფლება და ძალიან მინდა რომ აი ამ ყველაფერმა შემდეგში ხელი არ შემიშალოს. შემდეგ იწყება ლოცვითი, ან მედიტაციური, ან ნებისმიერი მოქმედების შერჩევა, რომელიც თქვენ ინტუიციურად სურვილისამებრ მოგივათ. შეიძლება თუ არ იცით და არ გაქვთ გამოცდილება, ითხოვოთ რომ სიზმარში მოგეწოდოთ ეს ინფორმაცია, რისი გაკეთება იქნება თქვენგან სასურველი და აუცილებელი და შესაბამისად მიიღებთ კონკრეტული ძალებისგან დავალებას, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ცხოვრებაში, მომავალში ხელი არ შეგიშალოთ აი ამ პრობლემებმა. ეს არის ძალიან მარტივი და პირველი მექანიზმი. მეორე და ასე ვთქვათ, ძალიან სასიკეთო ენერგიის მომცემი, ეს არის სურვილების სანთელი. თქვენ ყოველ დღე შეგიძლიათ კონდეთ ამ შემთხვევაში დღესასწაული შეგიძლიათ ეს შექმნათ. არსებობს ერთი მარტივი რიტუალი, როცა ჩვენ შეგვიძლია წარმატების და კეთილდღეობის ენერგია შემოვიპატიჟოთ ჩვენს საცხოვრებელში, შეგიძლიათ იყიდოთ მარტივად პატარა ნამცხვარი, შეიძლება ეს იყოს ტორტი, გრანდიოზული, ან ასე შემდეგ, ან თო ცანთელი, ჩაიფიქროთ თქვენი ის სურვილი, რომელიც გაქვთ, განთავისუფლება კონკრეტული პრობლემისგან და ჩააქროთ, გაუნაწილოთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს და ასე შემდეგ. ეს მარტივი მოქმედება, თუმცა ძალიან ძლიერი ენერგეტიკულად და საუკუნეების მიერ გამოცდილი, რომ თქვენ ჩაფიქრებული სურვილი სანთელით ტორტზე სრულდება, ამ ყველაფერს სწრაფად აღასრულებს. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ეს მოქმედებაც გამოიყენოთ თქვენი წარმატებისთვის. მე დაგემშვიდობებით დღეს და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ. სამშაბათს კიდე გავაგრძელებთ საუბარს, როგორ გავბედნიერდეთ.